შეიძლება გეგონოს, რომ Brawl Stars-ზე ბევრი რამე იცი და ალბათ მართალიც ხარ, მაგრამ დავდებ თავს, რომ ყველა ამოცნაურ ფაქტს, რომელსაც ეხლა მოგიყვები, ნამდვილად არ იცი. იქნებ უკვე მოგისმენია, რომ თავდაპირველად შელის კონცეფცია იყო, რომ მას ქათამი და ჰყოლოდა ცხოველად. და კი, ეს სიმართლეა, მაგრამ თუ იცოდი, რომ ჯერ კიდევ ადრე შელის უნდა ყოლოდა პატარა ადამიანი, მისი დამხმარე, მაგრამ დეველოპერმა გადაწყვიტეს, რომ ეს ზედმეტად შემზარავი იყო და ამ იდეას თავი დაანებეს. შემდეგ მოიფიქრეს ქათამი, მაგრამ ბოლოს არც ის მოეწონათ და შელის დამხმარე საერთოდ ამოიღეს. ისევე როგორც ლოლას რაღაც დეტალი სანამის თამაში გამოჩნდებოდა. ლოლას Tier 70 Brawl Pass-ის კი თავდაპირველად სახელი არ იყო Rebel Lola, როგორც დღეს. დეველოპერული ვერსიაში მას ერქვა ჩოლა ლოლა, ჩოლა. ლათინო-ამერიკულ ქალზეა, რომელიც ქუჩის ბანდებშია ჩართული და ეს სახელი შეცვალეს, რადგან შესაძლოა ვინმესთვის შეუნაწყყოფელი ყოფილიყო. ბეტაში კლუბები კი არ ერქვათ, არამედ ბანდები და როცა გადაწყვიტეს სახელი შეეცვალათ, ერთ-ერთ ვარიანტად Gangs განიხილავდნენ, მაგრამ ამ ტერმინის უარყოფითი კონოტაცია აქვს, ამიტომ კლუბებზე შეჩერდნენ. ახლა რაც ჯეკიზე ითქმის, როცა ის რაღაცებს ამობს, ის სიტყვები ჯეკ კამერის ხმაში იფარება. თითქოს სულ რამეს ამბობდეს, მაგრამ სინამდვილეში ამობს რაღაცებს, როგორიცაა Holy Shake, ან Show and Hats and Quads and also Dresses. იცოდი, რომ ჯეკი ჩანი ჩვენ თამაშია? უпростоრად ფენგის პერსონაჟი ჯეკი ჩანზეა შთაგონებული. ჯეკი ჩანი არა მხოლოდ მსახიობია, არამედ მისი გვარიც. ჩანი ითარგმნება როგორც Feng. OG Brawlers კიდე ერთ დროს შეეძლო მთელი თავისი სუპერი ერთ წელში მოათევსებინა და ამით მაღალ სნაიპეროსკივს ერთდროულად 45% ზიანი მიეყენებინა. ძალიან მაგარია. და იყო დრო, როცა Crow შხამი ბაგის წყალობით ერთდროულად ზემოქმედებდა და ძლიერ დაზიანებას აყენებდა მოწინააღმდეგეს. ეს მუშაობდა მხოლოდ Captain Crow სკინზე და არავინ იცის რატომ. რაც შეეხება El Primo's ბეტაში მისი შეტევა კონუსის ფორმის იყო და არასწორი ხაზის. მაშინ მას კიდე 1500-ზე ნაკლები HP ჰქონდა. გლობალურ ამოსვამდე ყველა ბრაულერს HP და ზიანი 4-ჯერ გაუზარდეს. Crow სუპერი კი ადრე ძალიან გასხოვებული იყო, ის დიდხანს ჰაერში ჩერდებოდა და ადვილად ხდებოდნენ მოწინააღმდეგეები, ამიტომ გაქცევას ახერხებდნენ. ის საშიში არ იყო. Dynamite 2018 წლის გლობალური გამოსვლის შემდეგ არც ერთი ნერფი არ მიუღია. პირიქით, მხოლოდ გაუმჯობესებები ჰქონდა, თუნდაც მისი ორმაგი ნახტომის მოშორებას ზოგს ნერფად მოეჩვენა. დაინას ქუდის ქვეშ პატარა ჩიტი კანარი ჰყავს, თუმცა Moldy Mike სკინზე ის არ ჩანს. ალბათ სუნის გამო გაიქცა. გეილს ერთ დროს ჰქონდა Star Power-ის სახელად Second Wind, რომელიც მოკლე დროში თავის მოკავშირეებს ისწრაფეს მატებდა, მაგრამ არაეფექტური აღმოჩნდა და ამოიღეს. ერთ დროს კი უკვე შესაძლებელი იყო მონეტების გამაძლიერებელი შეძენა, რომელიც მოგებებს აორმაგებდა. ბეტაში ლეგენდარული ბრაულერის ფერი იყო ნარინჯის ფერი, ვიდრე დღევანდელი ოქროს ფერი. პოკოს ჰქონდა Star Power-ის Swan Song, როცა ის იღუპებოდა, უდიდესი აურის გავი მთელ გუნდს კურნავდა, ჰილავდა, მაგრამ რადგან მხოლოდ სიკვდილისას მუშაობდა და ეს სასიამოვნო არ იყო, შეცვალეს. და ქოფოთი. მიუხედავად იმისა, რომ Star Power-ი გაუქმდა, პოკოს სხვა ბრაულერის ტელეფონში მაინც ცხოვრობს. თუ ემს დაატრიალებ, მის ტელეფონში პოკოს სურათი ჩანს. უყვარს? არ ვიცით. ხოლო ბიბის Mr. Betty ტრიალებს, როცა მისი ტყვიები სავსეა. პაიპერს ერთი პერიოდის პროფილის აიკონზე კბილები აკლდა. ეს თამაში ისე დარჩა მთლიანი განახლების განმავლობაში, სანამ არ დაუბრუნეს მას კბილები. პაიპერის როლისას თვალებს ხუჭავს, რაც ნიშნავს, რომ ის თვალდახუჭული ისვრის. მისი ქოლგის გარდა მას პატარა პისტოლეტიც აქვს, რომელიც იყენებს აუტოაიმერ გაჯეტზე. რიკოს დიდი გზნობა აქვს პაიპერის მიმართ, მაგრამ ის არ არის ერთადერთი. სხვა ბრაულერებიც არიან შეყვარებულები, მაგალითად ბელი და სემი. ისინი ოფიციალურად დაქორწინებულები არიან. ფენგის ხმის მსახიობმა ინტერვიუში თქვა, რომ ფენგს შესაძლოა შელიზე ჰქონდეს მოწონება, მაგრამ მათ მეტი არაფერი გამომხელიათ. ამავე მსახიობი ნიკოლასი ახმოვანებს ფენგის გარდა კორდელიუსს. თუმცა ხმის მსახიობები ანიმაციებსა და თამაში ყოველთვის ერთნი არ არიან. მაგალითად No Time to Explain ვიდეოში კოლტის სხვა მსახიობმა გაახმოვანა. ომის ორი ფრაზა კი რუსულად ხვდება. ერთ-ერთი ითარგმნება როგორც სამი ჯოხი, რაც რუსულში ჟარგონად ითვლება. დაახლოებით წმინდა 20-ს ან ვაი დედაოს მსგავსად. ეში საკუთარ თავს მინიქს ეძახის, რაც შოტლანდიურად ნიშნავს ბინძურს. მისი პერსონაჟი Supercell-ის დიზაინერს Paul Chambers ეძღვნება, რომელიც შოტლანდიელია და სწორედ ეში იყო ბოლო ბრაულერი, რომელიც მან შექმნა თამაშიდან წასვლამდე. ბოლოს თუ ფიქრობ, ეს ეგოცენტრულობაა, მაშინ სუჯი ნახე, რომელიც თავისი სახელის ყვირილს არ წყვეტს. თავის ვოის-ლაინებში სუჯი საკუთარ სახელს ან მისი ვარიანტის 18-ჯერ ყვირილს. არც ერთი სხვა ბრაულერი არ იძახის თავის სახელს ამდენჯერ. კარგი სუჯი და 7. ვიდეო კი დასასრულს მივახლო და თუ მოგეწონა, უნდა გამოიწერო არხი და ლაიქი ვიდეო და გააქტიურო სანესლაკი, რათა მეტი ესეთი საინტერესო ვიდეოები იხილოთ და გათამაშებები არ გამოტოვოთ. ეხლა კი დაგემშვიდობებით, მადლობა რომ მიყურეთ, ნახვამდის.